თევზებისთვის ჯდება მეგობრებო მეათე სახლში. მეათე სახლი ჩვენთან ის კარიერა არის, სტატუსი არის, მამასთან ურთიერთობა, ავტორიტეტებთან ურთიერთობა, ხელმძღვანელ პირებთან ურთიერთობა, გზა რა მინდა კარიერაში, რა მინდა გამოვიდე, ეს არის მეათე სახლი როგორც წესი, როგორ მინდა ხალხი მხედავდეს, როგორი აი შინაგანი ღერძი მინდა რომ მქონდეს, ხო? და ღერძი როგორ იცით, უკვე სიმყარე. არა ფილოსოფიური ღერძი რომ ვიცოდე საით მივდივარ, აი ახლა სად ვგავარ, მაქვს თუ არა სიმყარე, ზოგთან შეიძლება გამოვლინდეს ძლიერი ამბიციურობა, ან ზოგთან შეიძლება რომ ყველაფერზე წავალ, ოღონდ მივაღწიო ავტორიტეტს, დამაწინაურონ, ან ზოგისთვის ფეიკი დაწინაურება იქნება და მე რო გადავა ტრანზიტი ეს აღარ იქნება, ან პირიქით ეს იქნება, მამასთან შეიძლება გართულდეს ურთიერთობა, ხელმძღვანელებთან დაპირისპირება შეიძლება მოხდეს, შეიძლება გქონდეს განცდა ადამიანს, რომ ვიღაცები ვერ უმკლავდებიან თავიანთ ვალდებულებებს მაგალითად, ხო, აი პროექციაში წავიდნენ. ან მათ გქონდეთ განცდა, რომ მე ვერ უმკლავდები ჩემს გამოცდილებებს, იყოს შემოთავაზება და უარი თქვან მაგალითად, ხო, შიშის გამო, ან უკან დახევა, რომ მე რამდენად კომპეტენტური ვარ ამ თემებში, ხო? ზოგი პირიქით წავა და იქ მოვა, რაც მისი ადგილი არ არის. ხო, მაგალითად ეს ზოგთან თევზებთან ეს შეიძლება გამოვლინდეს. ყოველ შემთხვევაში ლილიტი გამოაჩენს საზღვარს, რამდენად მყარად ვგავარ, რამდენად ზურგი მაქვს ამ ცხოვრებაში, რამდენად მაქვს ის სტატუსი, რაც მე მინდოდა ყოველთვის, აი ეს ტენდენციები განსაკუთრებით იქნება თევზებისთვის აქტიური.